მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. დღესაც აი საინტერესო თემით წავსდგებით თქვენს წინაშე. მინდა ვისაუბრო ვარსკვლავურ ციხესიმაგრეებზე. ეს არის ციხესიმაგრეების ფორტიფიკაციები ან ქალაქები, რომელსაც აქვს ვარსკვლავის ფორმა. ნიშნულოვანი რატომ არის? ესე მთელი დედამიწის ზურგი მოფენილია ამ საოცრებებით. ძალიან ბევრი შეგვხვდება ეხლა რომ ნახავთ რუკაზეც თუ რა რაოდენობასთან გვაქვს საქმე. და რა თქმა უნდა ოფიციალური ისტორია აქაც საეჭვოდ სტუმს. ისე ისტორია ჩემის დაკვირვებით, ხო, ისტორიკოსები, ესე ვთქვათ, ოფიციალური ძირითადად აშუქებენ, უბრალოდ სწავლობენ ომებს, პოლიტიკას და მცირეოდენ ეკონომიკას. აი ეს შტაბ-შტილება რჩება და ტექნოლოგიური განვითარების შესახებ ფაქტიურად ესე ან არაფერს არ აკეთებენ, ან არიციან, ან არ ვიცი, რაღაცა ბურუსთან არის მოცული. ხო, როგორც აღნიშნე, გავაგრძელოთ ხა. მთელი სოფლიო მოფენილი ამ საოცარი ვარსკვლავებით. და მსგავსება იმდენად დიდია ერთი მეორესთან, ხო, სტრუქტურულად და არქიტექტურულად, ხო, რომ აი ესეთი შტაბ-შტილება რჩება, რომ ეს იყო ერთი დიდი ცივილიზაცია, მთლიანი მთელს დედამიწაზე, წარმომდელი და თითქოს აი ეს ცივილიზაცია მე ისე მოხდა, რომ დაყვეს ხელოვნურად, საზღვრებით, ქვეყნებად, პასპორტებით და ვიზებით. აი, სად ხდება ახლა ქალაქი ვარსკვლავები? ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, იაპონიაში, ინდოეთში, შრი-ლანკაში და ჩამონათვალი ძალიან შორს აგვიყვანს. მაგრამ ვიცი ლოგიკურად გიჩნდებათ ახლა კითხვა, ჩვენთან რა ხდება საქართველოში ამ ხრივ? მოგახსენებთ. აი, ხო ერთად დავსდეთ და ვარსკვლავ ქალაქების რუკას გადავხედოთ საქართველო. კრემი ანანური, გურჯაანი, ქუთაისი, ანაკლიაში არის 2 დაფიქსირებული, ფოთი, ახალციხე, ხერთვისი, ახალქალაქი, რუსთავში, სადაც არის რუსთავის ციხესიმაგრე, შემიძლია თქვა რომ ვაკვირდებოდი და იკითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაგრამ აშკარად გამოიკვეთება იქ აი ეს დამახასიათებელი ეს კონტურები. იგივე ეჭვი მიჩნდება რა თქმა უნდა თბილისთან დაკავშირებით. იმიტომ მოგეხსენებათ რომ ცოტა თემას გადავუხო ამასთან ახლოს არის რომ თბილისში თუ გაივლით ხშირად შეგვხვდებათ ეს გაურკვეველი ნახევარ სარდაფები რომელშიც ჩადიხარ ჩვეულებრივად ფანჯარაა დაყენებული, ჩაყენებულია კარებები, რა ვიცი, ყველაფერი არის და ამ დროს მიწის ქვეშ არის. ეგეთი არალოგიკური არქიტექტურული დაპროექტება დამერწმუნეთ რომ არავის თავში არ მოუვა, ვინც კი ნორმალური ახ არქიტექტორია, ხო? ხდება აქ ხო ეგეთი ამბებიც მაგალითად ბელინსკის და ჯავახიშვილის კუთხეში მანდ მოხდა ჩავარდა მთელი ის რა ქვია იატაკი და რამოდენიმე სართული ქვეშ აღმოჩნდა. აი ეს სისტემებია რაღაც შორს მივდივართ აგერ თავისუფლების მოედნევრე ჩაუყვებით ქვევით ხო ნახეთ რომ ამხელა შრე ამხელა ის აღმოჩნდა ხო შრის ქვეშა რა ფაქტობრივად ქალაქის ნაწილები. ამიტომ ჩვენ კიდე არ ვიცით რა ხდება თბილისის მიწის ქვეშ ხო და ეს არის ეს საიდუმლოებით არის მოცული, არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. მე აშკარად მგონია რომ ეს კულტურული ფენა ჩემი ვარაუდი არ არის ეს მარტო უკვე ძალიან ბევრი ხდება რომ ეს არის დიდი αφიორა. იმიტომ შეუძლებელია ხო აი ესე რაღაცა ნუ ამდენი საუკუნეები დაიფარა იმიწი და იმით ქვეშ თბილისის ქვეშ და იგივე იკვეთება თბილისის საქართველოს კი არა მთელ სოფლიოს ქალაქების მასშტაბით რომ ერთდროულად არის მიწის ქვეშ ჩასული. დაწყებული ესე იგი პრაღა, ვაშინგტონი, აბსოლუტურად რა რაღაცა მოხდა, აქ ეს კატაკლიზმი ეს დიდი თემა არის. ამას დაუბრუნდები შემდეგ გადაცემებში. ეხლა გავაგრძელოთ ქალაქი ვარსკვლავები და მათი ისტორია, რაც კი შეგვიძლია ლოგიკურად რაღაცებს მივხვდეთ. აი ამ ხელა თემას ოფიციალური ისტორია ან შეუგნებლად იგნორს უკეთებს, ან უბრალოდ არ იციან, რა თქმა უნდა.
მეცინება. თუ იმიტომ ხო არა რომ ასეთი იდეალური არქიტექტურული შედევრის შექმნას მინიმუმ GPS-ი მოგეხსენებათ ხო სატელიტური კოორდინატების სისტემა ხო და Z-ხედის გადამღები დავარქვათ პირობითად დრონი ხომ არ ჭირდებოდა. იმიტომ რომ ასეთი ნაგებობის აშენება ასე მარტო ორ სიფრთხეში არის შეუძლებელი. აი თქვენ უყურებთ ახლა მასალას ხო? ნახავთ ახლა დოკუმენტურ კადრებს. Ну, ფაქტობრივად შეუძლებელია, როგორ არის გათვლილი მილიმეტრებში საერთოდ, ხო? Z-ხედის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. აი ესეთი ესე ვთქვათ, ესეთი ჯიქურ არ მჯერა იმის ეს მასწავლიდნენ. სამწუხაროდ თვლი რომ უფრო რაღაც ვისკენ მიდის. მე რა უყოთ ეხა ხვის ხანას ხო? მე მაიმუნებს რაღა უყოთ ხო? რომელიც წინაპრად დაგვისახელეს ხო? აი ეს ყველაფერი ამის უარყოფა ხდება და ეს ძალიან ახლოს არის მარქსიზმთან რა. ეს დარვინის თეორიის შემოსვლა, ეს მარქსი ითხოვდა რომ საერთოდ დარვინზე გაკეთებული იყო მთლიანი მისი შრომა, სტრატეგიულის მიმართულება აიღო დარვინისკენ, მაგრამ თვითონ დარვინმა უარყო ეს ყველაფერი, მაგას შეგიძლიათ მოიძიოთ. არაფერი დამალული არ არის. რა მოხდა და როგორ იყო და რატო არ მისცანება მარქსს რომ გამოეყენებინა დარვინის ეს ანუ როგორც საფუძველი, მაინც გამოიყენა, ხო? და ნუ არაფერი დამალული არ არის. ეს ვარსკვლავები რას დრო გადის კიდე უფრო და უფრო მეტი აი ესე როგორ არის იცი აი თითქოს მიწიდან ამოდის რა ეთყობა ეს დროთა განმავლობაში რა ვიცი იქ ათასბუნებრივი კლიმატური პირობების შედეგად ჩდებიან და ჩდებიან. ხო აი საქართველოში ძალიან საინტერესო იქნება მე ხარ რას უყურებ აქ სატელიტიდან Google Maps-ის საშუალებით ძალიან საინტერესოა მაგრამ ადგილზე თუ ვინმე მოახერხებთ საინტერესო იქნება რომ წახვიდეთ და ვისაც გააქვთ საშუალება გამოიყენოთ დრონი რომ უფრო დეტალურად შეისწავლოთ. ეს სამწუხაროდ ქართველების ინფორმაცია არ არის. აქ არის უზარმაზარი მოძრაობა რომელიც ამ ქალაქებს სწავლობენ და ეს Google-ის რუკებიც ანუ გაკეთებულია მათ მიერ რა ესე იგი დადიან როგორც ჩანს ჩამოდიან და ამას ყველაფერს აფიქსირებენ და იღებენ. საინტერესო იქნება თუ ვინმეს თავში მოუვა სამეცნიერო წრეებშიც რომ რაღაცა ეგეთი ექსპედიცია გააკეთონ. მაგრამ ხო გეუბნებით ეს გადაატრიალებს აბსოლუტურად იმ სოფხედველობას რომელიც დღეს არის გაბატონებული ნარჩენები ნელ-ნელა ყველაფერი იკვეთება. აი მაინც რა დანიშნულება აქვს ამ შედევრს მართლა შედევრს დავარქმევ რა. მოდით ყველაზე გავრცელებული ვერსიები განვიხილოთ. ეხლა ნუ რა თქმა უნდა შეხედავთ რომ პირველი თავში გაწმულობა ის რომ ეს არის თავდაცვითი ნაგებობა. ხო, ნუ ეგრევე, ნუ ეს ფორტიფიკაცია და მორჩა. მაგრამ აქ არის ძალიან დიდი სადაო თემა, იმიტომ რომ ფლატ ფორტიფიკაციაში წარждდება, იმიტომ რომ აქვს მას ეგეთი, როგორ ვთქვათ, ბრმა ადგილები, ანუ აი артиლერიაში ეს ცალკე თემა არის, უკვე რთული თულად ეს არის გადმოსაცემია ეხა თუ რა მინუსები აქვს მახვრივ და ნუ რა არა, მოკლედ პირველი თავში რაც მოგდის ეს არის ფორტიფიკაცია, ეს არის თავდაცვითი ნაგებობა. მაგრამ აი ნახეთ რა ხდება მაგალითად პორტუგალიაში არის ელუაშის ვარსკვლავ ქალაქი. მოდი ვარსკვლავ ქალაქს დავარქმევ ამას იმიტომ და მეკითხით რატომ რა და არა მარტო ციხესიმაგრეს. ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებითა და უნიკალური გვირაბების სისტემით გამოირჩევა. და აშკარად რაღაცა საწარმოო დანიშნულების აი ნიშნებს ატარებს. აი თუ ხედავთ არა ეს ჩასასვლელი თითქოს ესკალატორი ჩადის ან რაღაცა ეგეთი იყო ხო? და მესამე ვერსია აი რა არის ის თუ დააკვირდებით ამ ვარსკვლავ ქალაქებს თან მიუყვება აი თითქოს გველი, აი დაკლაკნილი შიგადაშიგ ხო, რაღაც იმებს იკეთებს ხო, ეს კუზებივით ხო? ეს წყლის არხები აი ეს აუცილებელი პირობა არის და აღმოჩნდა რომ იქ არის შვერილები რაღაც ეს მილები ამოყვან მაშინდელი ხო ძველი გამოჩნდა, რომელსაც აქვს კონკანები. არის ეგეთი ვერსიაც რომ აი ძალიან ისეთი რა უკვე მყარდება რომ ხდებოდა გაზის, ანუ ბუნებრივი აერის მოპოვებაც კი. ეხლა ჩემი აზრით ეს საოცრებები ფორტიფიკაციაც არის და საერთოდ მე ვთვლი რომ ეს არის ავტონომიური ქალაქები რომლებსაც შეეძლოთ ესე იგი ქონოდათ დამოუკიდებელი ენერგია რა ენერგია იყო ეს ბევრმა სამწუხაროდ არ ვიცით არის ესე იგი ლაპარაკი ხო მაგალითად მენდელევის მეორე ტომი საერთოდ გამქრალია ხო წყალბადის მაგივრად ეთერი იყო პირველ ადგილზე და მერე შემოიტანეს წყალბადი თემა არის უდიდესი და უსაინტერესო ხო და მე მაინც ეს გონია რომ ეს იყო ავტონომიური ქალაქი რომელსაც ჰქონდა თავის პროდუქტი ალბათ შიგნით ეკნებოდა რაღაც აწარმოებდა ამ სათბურის სისტემა
ან რაღაცა ეგეთი, რომელიც თუ იყოს საერთოდ ზამთარი წარღვნამდე, ხო? მე მაგას ვიტყვი, ეს წარღვნამდელი პერიოდის ცივილიზაცია არის. ამის ძალიან ბევრი მაგალითები არსებობს და უკვე მტკიცებულებები, რაც არ უნდა გაექცნენ ხა ამას ესე ვთქვათ, მოდით ტელევიზიები და ეს ყუთები, მოლაპარაკეთავების არსებობს ალტერნატიული მიდგომა, რომელიც ფრისწყალობით, აი ინტერნეტის საშუალებით იყო პერიოდი, რომ აბსოლუტურად ზღუდავდნენ ამ თემებს ვინ გაგვაშვებინებდა, მაგრამ დღეს მოგვეცა საშუალება, რომ ვისაუბროთ და მინდა რომ ერთი რაღაც ვთხოვოთ რა ჩემნაირი ესე ვთქვათ რა ტიპებისთვის, ვინც ეხლა შედუართ და 1900 აკეთებენ, ხო, მართლა უნდა თუ რაღაცა მოგასწინონ. ერთადერთი ჩვენი სათხოვარი იქნება არა მარტო ჩემი, რომ ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხით, სხვა თქვენგან არაფერი არ არის საჭირო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ სჭირდება განვითარება და მოგეხსენებათ ეხლა რასაც გულისხმობ და იქნებ დაგვეხმაროთ ამ ამბავში. თუ საინტერესოა, თუ არ მოგწონთ, რა თქმა უნდა, ამას ვერავის ვერ მოვთხოვ, ხო? ხო, აი ხა მაინც მოკლე მირჩევნია ვილაპარაკო ესე რომ ვთქვათ, ხო? და ამ პირველ ნაწილს აი ამით დავამთავრებ, ქალაქი ვარსკვლავების შესახებ შესავალი გაკეთებულია, თქვენზე დამოკიდებული, გაინტერესებთ თუ არა თემა, გავაგრძელებ და ერთი რამ მინდა აღვნიშნო კიდე ძალიან საინტერესო. ესე იგი, რა ხდება მანდ? ყველა ამ ქალაქის გვერდზე, განსაკუთრებით ეს ევროპის კონტინენტზე, განსაკუთრებით ციმბირის ტერიტორიაზე, ეს არის დიდი დუმალებით მოცული ადგილი, ხდება ეგეთი რაღაცა, რომ არის აი ტბები, ზოგი ისეთი იდეალური სიმბოლის არის, რომ გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთ ინტრიგას შემოვითან თუ შეიძლება შემდეგ გადაცემისთვის. ესეთი ღრმულები ახასიათებს დიდი კატასტროფის შემდეგ, ალბათ უფრო ბირთვულ აფეთქებას გავს, დაბომბილია თავიდან ბოლომდე რომ დახედავთ ზევინა. აი რა მოხდა? სად გაქრა ეს ისტორიის ნაწილი? რატომ გააქრეს? ტარტარია, აი ამ ხელა ცივილიზაცია რუკებიდანაც კი, ხო? მაგ თემაზეც ვისაუბრებ. თემები ძალიან საინტერესო გველოდება. დარჩით ჩემ არხზე. გამიზიარეთ თქვენი აზრი, შენიშნოთ სიამოვნებით ვიღებ და დიდი მადლობა დროებით და გამოიწერეთ არხი.